კენჭისყრის რამე განცხადების გაკეთება გინდათ? არა, ფრაქციის სახელით ვინმე ერთმა გააკეთოს. ერთმა. იმიტომ ეს სახელით გააკეთებს ჯაბა ბერიძე. ისმენ. მეგობრებო, ესე იგი ჩვენ ამ კონკრეტული წინადადების ხარდაჭერისგან თავს შევიკავებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ეს საკითხი გადაიდოს ერთი კვირით, ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებ, უკეთესი ვარიანტი რომ შევთავაზოთ მოსახლეობას, ამიტომ ჩვენ რადგან არ იქნა ეს ამბავი გათვალისწინებული, ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში კენჭისყრაზე თავს შევიკავებთ. ჩვენ გვთავაზობდით უკეთეს ვარიანტს, რათა შეიძლებოდა რომ უკეთეს პირობებში ყოფილიყო ეს ბარაკის მოსახლეობა, ვინაიდან მე თვითონ ვარ იმ უბნის მაჟორიტარი და ეს პრობლემა ვიცი. არის იმის საშიშროება, რომ როცა ჩვენ ფულს გადავიხდით, ეს ხალხი ამ ფულით ვერ იყიდის შესაბამის კვადრატულობას და ეს ადამიანები შეიძლება ისევ ქუჩაში დარჩეს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვთავაზობდით უკეთეს ვარიანტს, მხოლოდ ერთი კვირით გადადებას ამ საკითხის და შეიძლებოდა უკეთესი პირობებით შეთავაზება ამ პროექტის. გასაგებია თქვენი პოზიცია არის ურყევი 2 საათის განმავლობაში. მისაღებია გასაგებია. კი ბატონო და კიდევ ერთხელ ბატონო გია კოლეგებს მოვუწოდეთ კომენტარი ბატონო ბუბა დაამთავრეს ბატონო გია ერთსამი და გარდაუმთავრე პოდიში ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს იქნებ კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ უკეთეს ვარიანტზე და ეს ხალხი უკეთეს პირობებში ვამყოფოთ. მადლობთ. გისმენთ ბატონო გია ძალიან მცირე კომენტარი ძალიან მოკლე კიდე გეუბნებით საკითხის მიღება არ მიღება ამ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ამ სირთულეებთან, რასაც ბატონი ბუბა ბრძანებდა ამ პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს, მოსახლეობას, იმ ადგილის, რომელზეც ჩვენ განვიხილავდით, ექნება საშუალება მერიასთან ერთად კიდე ერთხელ გადააფასოს, შეაფასოს თავის შესაძლებლობით, შეაფასოს მერიის წინადადება, რაც აქსიომა არ არის და იმ პირობის გათვალისწინებით მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. ვაკეთებთ იქ და ვანხორციელებთ ამ პროექტს იმ ადგილას თუ არა და ეს მისაღები არის თუ არა მოსახლეობისთვის და იქ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია. მე პირადად ვიცი რომ ასთა სხვადასხვაობა არის, ამიტომ განსჯის საგნად მაგას ვაქცევთ ჩვენ მოსახლეობასთან ეს პროექტის მიღებას ხელს არ უშლის, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი მოსახლეობა თავის აზრზე რჩება, საომავლოდ მაშინ ვიფიქრებთ სხვა პროექტის განხორციელებაზე. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროექტს და იმ ღირებულებას, რომელსაც მერია სთავაზობს მოსახლეობას ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვთვლით, რომ არის მისაღები და დანარჩენს უკვე კონკრეტულად მოსახლეობასთან ინდივიდუალურად პარტიების მიხედვით როცა გვექნება საუბარი, ამაზე ვიმსჯელებთ. ბატონო ჯაბა, ვარიანტი შემოგთავაზეთ. არა, ბატონო ჯაბა, ძალიან გთხოვთ, იტყვის ბატონი ლაშა გია, ძალიან გთხოვ. ბატონო გია, თქვენ ხო თვლით ჯაბა, ძალიან გთხოვ, ახლა ნუ მაიძულებთ რომ დავამთავრე მე ბატონო ჯაბა საუბარი. ამთავრდა საუბარი. იტყვის ბატონი ლაშა, იტყვის ბატონი ჯუმბერი და ბოლოს იტყვის ბატონი გიორგი და დავამთავრებთ ამას. რა სათქმელი არის რა, ნათქვამია ყველაფერი. მოგესალმებით. მოკლედ ლაშა ძალიან გთხოვ. კი ბატონო, ნამდვილად მოკლედ ვიტყვი, დღეს მაქსიმალურად მოვისმინე ყველას აზრი. მე შესაძლებელია რომ რაღაც ჩემი მოსაზრებები მქონდა, ჩემს კომისიაზეც აღნიშნე ეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე დღეს რაც მოვისმინე ვთქვათ ჩვენი მოსახლეობის აზრი, მე ვფიქრობ უკვე ამ კონკრეტული ამ იაფი სახლის ერთი კვირით გადადებას ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება ნამდვილად რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც იქნება უკვე მოწესრიგებული ადგილი და სავარაუდოდ უკეთეს პირობებში იცხოვრებს მე უკვე მოსახლეობა. მადლობა დიდი ლაშა. გაიხარ ბატონო ჯუმბერ, მოკლედ ძალიან გთხოვთ რა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მე ვედექი ამ მოსახლეობას და ეხლაც მას გვერდზე ვდგევარ, აი ამ სახით და მით უმეტეს თუ ექსპროპრიაციაზე არის საუბარი, მე ვთვლი რომ მერია და თვითმმართველობა ვალდებულია რომ გარკვეულწილად არა თანხით, არამედ ბინით უზრუნველყოს ეს ხალხი, ამიტომ ამ სახით პროექტს ჩვენ ხარს ვერ დაუჯერთ. მადლობთ ჩვენი ფრაქციის მოსაზრება მოგახსენეთ ჩვენ თხოვნა იყო რომ გადაგვედო ეგ საკითხი ერთი კვირით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება როგორც ახლა აქ უყურებთ და თავარი ის იქნება რომ ამ ხალხის პრობლემა ჩვენ
წლების განმავლობაში დაგვრჩება, კარგი იქნება ღმერთი თუ ეს პროექტი განხორციელდება და საბოლოოდ მოსახლეობა იქნება კმაყოფილი, მაგრამ ჩვენ ამ სახით ამ პროექტს ხარს ვერ დაუჭერთ. კარგი, მადლობთ. ჩემი პოზიცია ისევ ის არის, აღარ გავიმეორებ, ერთ და იგივე არ მშვევი არ ვილაპარაკო და შესაბამისად მე ამ პროექტს პირადად უჭერ მხარს და ჩემს კოლეგები იქნება თუ ოპონენტები, კოლეგები უпростоრად უმრავლესობა და ოპონენტები, მოუწოდებ რომ დაუჭიროს მხარი და შესაბამისად მივცეთ შანსი ერთ მხარესაც და მეორე მხარეს იქნებ რაღაც საერთოდ დასრულდა. ბატონო თემო. ფრაქცია რესპუბლიკელები მხარს უჭერს, განცხადება გაკეთებულია უკვე მხარს უჭერს ამ პროექტს. მიგვაჩნია რომ ეს არის საშური პროექტი და ამიტომ და იმედია რომ მერია მუხციაუხრელად იმუშავებს ამ პროექტის განხორციელებისათვის. მადლობთ. კარგით. დიდი მადლობა ყველას და ვაყენებ კენჭისხაზე პირველ საკითხს. ნუ აღარ წავიკითხავ, საკითხის ირგვლივ ბევრი ვისაუბრეთ. მომხრე. დათვალეთ ბატონო ირაკლი. წინააღმდეგი. კარგით. კარგით, დიდი მადლობა. საკითხი გასულია და მერიას და ბატონ მერს აქვს საშუალება მოქალაქეებს ამ კონკრეტულ პროექტის ირგვლივ დაიწყოს მათთან საუბარი. ქალბატონებო, თქვენს ხვალიდან ნებისმიერ დროს, ანუ თქვენ უკვე აღმასრულებელ ხელისუფალთან გაქვთ საქმე და შესაბამისად უკვე სამუშაო რეჟიმში შეგიძლიათ გადასცნო. კომისია შეიქმნება თუ რა ფორმით შეიქმნება, მერი გადაწყვეტს მაგას. უღრმესი მადლობა 2 საათამდე ვაცხადებ შესვენებას.